გამარჯობათ, დღეს გვაქვს პრაქტიკული ნაწილის მე-12 ლექცია კონკრეტულ ჩაკრაზე მუშაობის პრაქტიკა. რომელ ჩაკრაზეც მუშაობ, გამოიყენე შესაბამისი ფერი და ბიჯა მანტრები. მაგალითად, მულადჰარასთვის ფერი არის მუქი წითელი და მანტრა ლამ. სვათჰისტანასთვის ფერი არის ნარინჯისფერი, ატმისფერი, მანტრა vam. მანიპურასთვის ყვითელი. მანტრა რამ, ანაჰატასთვის მწვანე, მანტრა იამ, ვიშუდჰასთვის ცისფერი, მანტრა ჰამ, აჯნასთვის ლურჯ იისფერი, მანტრა ომ, სახასრარასთვის ფერი იისფერვარდისფერი, მანტრა აუმ. დაჭიქი საზენის პოზაში ან დაწექი, თვალები დახუჭე. ახლოს გქონდეს კრისტალები, სურნელი, რიიკის წყნარი მუსიკა, სასურველია, სიწყნარე სიჩუმე, სიბნელე, ოღონდ აბსოლუტური სიბნელი, არასდი ნაზი, მინიმალური სინათლე. გააკეთე რამოდენიმე პრანაიამას სუნთქვა და მოდუნდი. გაუშვე დაღლილობა და სტრესი. როდესაც მოდუნდები, ჯერ წარმოიდგინე, რომ თეთრი ხვრელიდან თეთრი ან ღია ოქროსფერი სინათლე ჩამოდის და ყველა ჩაკრების გავლით ზემოდან ქვემოთ ხერხემლით მიწაში ჩადის. შემდეგ წითელი სინათლე მიწიდან ამოდის და ქვემოდან ზემოთ უკვე წინიდან ჩაკრების გავლით კოსმოსში ადის. შემდეგ შეკარით ეს წრე თქვენს წინ და უკან, მიმავალი ამ არხებისა, ენერგეტიკული არხებისა და წარმოიდგინეთ ეს აღმავალ-დაღმავალი წრეში შეკრული ნაკადი თქვენი ჩაკრების და კოსმოსისა და მიწის ერთიანობის. ცოტა ხანი ამაზე იმედიტირეთ და შემდეგ ვიწყებთ ერთ-ერთი ჩაკრით. ვიწყებთ პირველი ჩაკრით. ანუ მივყვებით ქვემოდან ზემოთ. ერთ დღეს ვაკეთებთ მედიტაციას ერთ ჩაკრაზე. ვიწყებთ მულადჰარით და დღეს გავაკეთებთ ამ პრაქტიკას მულადჰარაზე. ანუ მაგალითისათვის მომყავს მულადჰარა. დანარჩენს ამის მიხედვით უკვე თქვენ თვითონ თქვენით გააკეთებთ. წარმოიდგინეთ თქვენს წინ საზარდულის დონეზე, სადაც ჩაკრა მუქი წითელი მანათობელი ენერგეტიკული ბურთი. დაახლოებით 5-დან 10 სანტიმეტრამდე დიამეტრეს. წარმოსახვაშიც და თუ გინდათ რეალურადაც ხელები გაიწვდინეთ და ვითომ ეს ბურთი ამ სიმაღლეზე გიჭირავთ. ანუ პირველი ჩაკრის გასწვრივ გიჭირავთ. შესუნთქვისას ხელებით შეიტანეთ ეს ბურთი თქვენს სხეულში, სადღაც ბოქვენის ადგილას და ხელის გულები დაიდეთ ბოქვენზე, იგრძენით სითბო ხელიდან სხეულში. წარმოსახვაში ბურთი ჯერ დაატრიალეთ საათის საპირისპირო მიმართულებით იმ განზრახვით, რომ სტრესებს, დაავადებებს და სხვა ნეგატივს გაანეიტრალებს. მიყევით შეგრძნებებს. როდესაც ჩათვლით, რომ სისუფთავეა და ენერგეტიკულმა ბურთმა ყველაფერი გაასუფთავა, ბურთი ჩერდება და ანეიტრალებს იმას, რაც შეისრუტა, ანუ ინელებს. დააცადეთ სანამდე იგრძნობთ, რომ ბურთი სუფთაა. გადაიტანეთ ყურადღება თქვენ სხეულში იმ ადგილზე, სადაც ბურთია და თვითონ ამ ბურთზე. მიენდეთ ამ შეგრძნებებს. ბურთი გააკაშკაშეთ, ანუ წითელი უფრო კაშკაშა გახადეთ, ნათებას მოუმატეთ. ენერგიის ინტენსივობა, კონცენტრაცია და სითბო გააძლიერეთ. მეტი სიცხოველე იგრძენით სხეულში ამ ადგილას. ანუ შეგრძნებით წარმოსახვაში კარგად გააცხელეთ ეს ადგილი და ცოტა ხანი იმედიტირეთ ასეთნაირად. შემდეგ დაატრიალეთ ეს ბურთი საათის ისრის მიმართულებით და სთხოვეთ გააძლიეროს თქვენი კავშირი მიწასთან და წინაპრებთან. შემდეგ უკვე წარმოსახვაში შეისრუტეთ ეს ბურთი, თითქოს ბურთი გაალღვა თქვენში.
ამ დროს წარმოთქვით манტრა ლამ 8-ჯერ. ცოტა ხანი იგრძენით იყავით ამ შეგრძნებებში და მერე გააკეთეთ დამიწება. დამიწების პრაქტიკა ჩვენ უკვე ადრე გვქონდა. დამიწება ეს არის, როდესაც ნათელი თეთრი ან ოქროსფერი სხივი ზეციდან მიწაში თქვენის გავლით ჩადის და შემდგომ უკვე ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა და თალები გაახილეთ. მედიტაციის მერე კონცენტრირება აქ და ახლა, ესეც ერთგვარი დამიწებაა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ყურადღება გადაიტანეთ თქვენს გარშემო რა ხდება და მეტი არაფერზე არ იფიქროთ. იყავით კონცენტრირებული სრულიად რეალობასა და აწმყოში. მეორე დღეს იგივე პრაქტიკას უკვე ვაკეთებთ სვათჰისტანა ჩაკრისათვის ანალოგიური პრინციპით. სვათჰისტანას მდებარეობა, როგორც უკვე ვიცით, არის ჭიბს ქვემოთ 3-4 თითის დადებაზე. აქ უკვე გაჩნდება შესაფერისი ფერის ბურთი და შესაბამისი манტრა. განაჩენი პრინციპი იგივე რჩება. ამ ჩაკრას თხოვეთ ის, რასაც ეს ჩაკრა პასუხისმგებელი, ანუ მიწირის სიამოვნებები, სილამაზე, სექსუალობა, სიუხვე, შემოქმედებითობა. ცხოვრების ტკბობა, ბედნიერება და ასე შემდეგ. მესამე დღეს გექნებათ მანიპურა, ეს არის მზისწვლის არეში. ფერი და манტრა ყველაფერი ისედაც უკვე ფაილში ზემოთ გიწერიათ. მანიპურას უნდა სთხოვოთ სოციუმში თავის დამკვიდრება, რეალიზაცია, მატერიალური კეთილდღეობა, წინსვლა, წარმატება, სტაბილურობა და გაძლიერება. ძირითადი მანიპურას ფუნქცია ეს არის ნებისყოფა, თვითდამკვიდრება, თავის დამკვიდრება სოციუმში, კარიერული წინსვლა და ეს ასევე არის ფულის ჩაკრაც. მეოთხე დღეს ანაჰატა გვაქვს, ეს არის გულის არე. ანაჰატა არის პასუხისმგებელი ბედნიერებასა და სიყვარულზე, სითბოზე, სიკეთეზე, თანაგრძნობაზე. ანუ ზოგადად სიყვარულსა და ემოციებზე. მეხუთე ვიშუთხა. ვიშუთხა არის ყელის ქვედა ნაწილში, პასუხისმგებელი არის თვით გამოხატვაზე, ხმაზე, სიმღერაზე, საუბარზე, ორატორული ნიჭი, კომუნიკაცია, ავტორიტეტი და რა თქვენს საუბარს ქონდეს დამაჯერებლობა და თქვენ სიტყვას ქონდეს ფასი. მეექვსე აჯნა, მესამე თვალი წარბებს შორის, ხედვა, სმენა, აზროვნება, ინტუიცია, სიზმრები, კეთილგონიერება და სიბრძნე. მეშვიდე საჰასრარა, თხემი, სამყაროს შემოქმედთან კავშირი, სამყაროს შემოქმედის წყალობა და მფარველობა. ამით კი ჩვენ დავამთავრებთ დღევანდელ ლექციას მომავალ შეხვედრამდე.